ჩვენ ვიწყებთ საუბარს ნიკოლოზ ბარათაშვილზე და ვიწყებთ მე იმით, რომ ძალიან არ მიყვარს, როდესაც ამ მსოფლიო გენიოს ბავშვობის სახელით მოიხსენიებენ ხოლმე, არის ამაში რაღაცა შეურაცხყოფელი, საკუთარი თავის თვითონ ბარათაშვილს მოკლედ მაგ კაცს ტატო ერქვა, რა თქმა უნდა, ბავშვობაში. საქმე ის არის, რომ ის ტატოდან ძალიან სერიოზულად გაიზარდა ნიკოლოზ ბარათაშვილამდე. უბრალოდ ჩვენ ქართველებს გვყავს ხალხი, რომელსაც მარტო სახელით ვაღიარებთ. ხო, ჩვენ ვამბობთ შოთა, ჩვენ ვამბობთ ილია, აკაკი, გალაქტიონი, ვაჟა, სულხან საბა, ან უბრალოდ საბა, ზვიადი მიშა, თუ ვინმე გაიმახსოვრებს, კიდე შეიძლება კონსტანტინე მაინდა-მაინც არ გვაქვს. იმიტომ რომ ბევრს ქვია ძალიან და ზოგიერთი ნაკლებიც კი არ არის იმაზე, ვინც თქვენი გულისხმობს. ხო და რატომ ახლა მაგაშია სწორედ საქმე, რატო არა გვაქვს ნიკოლოზი? ზუსტად იმიტომ რომ რატომაც არა გვაქვს კონსტანტინე. იმიტომ რომ ნიკოლოზი შეიძლება იყოს ბევრი ვინმე. თქვა ნიკოლოზ პირველი საქართველოში ნამყოფი იმპერატორი, ნიკოლოზ მეორე უკანასკნელი იმპერატორი და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს კიდე არის ხალხი. ერთხელ გალაქტიონმა დაწერა ლექსი სიბერეში, რომელშიც იყო ასეთი სიტყვები: შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და სამი წერტილი. ამ ჩვენ უნდა დავამატოთ გალაქტიონი. რითმაში ჭდება. გამოუგნებელია, რომ ამ სიაში არ არის ბარათაშვილის მთავარი სიყვარული პოეზიაში, მთავარი მასწავლებელი და ყველაფერი. რას ნიშნავს ის, რომ აქ არ არის ბარათაშვილი? ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი ამბავი უნდა გაგახსენოთ მე, ჩვენ ტერიტორიაზე ერთხელ დაიბადა მუსულმანური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტი. და იმის გამო, რომ ის სამყარო, რომელიც მაშინ ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა აზერბაიჯანს ეკუთვნის, აზერბაიჯანი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი პოეტია. ჩვენ ვინაიდან არ გვიჭირს, ვამბობთ, რომ ჩვენი არ არის. სპარსელები ამბობენ, რომ სპარსი პოეტია ნიზამი განჯევი, რა თქმა უნდა არის სპარსი პოეტი, წერდა სპარსულად. მაგრამ მამა ყავდაო თურქიო, დედაო ყავდაო ქურთიო და ამიტომ არის აზერბაიჯანელიო. ამბობენ აზერბაიჯანელები, რომელსაც უჭირთ ძალიან ამ სფეროში შუა საუკუნეებში ამ ხელა გენიოსი, რა თქმა უნდა, ცუდი საჩუქარი არ იქნებოდა მათთვის. ხო და ამას შემთხვევით არ გეუბნებით. ნიზამი განჯევს აქვს ასეთი ადგილი ლეილსა და მეჯნუნში. მეჯნუნმა აიღო ქახალდი, რომელზეც ეწერა ლეილი და მეჯნუნი. თქვენ იცით, რომ მუსულმანურ სამყაროში სურათი არ შეიძლება. ამიტომ იქ არის ლამაზად დაწერილი სახელები. არაბულად ხო იცით ლამაზი შრიფტი. ხო და აიღო და სადაც ეწერა ლეილი, ის გააფუჭა. რაქენიო და სადაც წერია მეჯნუნი, იქ ლეილი იგულისხმება. როცა გალაქტიონმა თქვა შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაქტიონი, იქ იგულისხმებოდა გალაქტიონი და ბარათაშვილი ერთად. ის ასე ხედავდა ბოლოს თავის თავს ორი პოეტის ერთი სახელი. ბარათაშვილი არის გალაქტიონის მთავარი მუზა და ამაზე მერე ცალკე ვილაპარაკებ, მაგრამ მე ახლა მინდა დავიწყო ერთი ლექსით, რომელიც სწორედ გალაქტიონმა დაწერა და ძალიან სწრაფად დავამტკიცო, რომ იგი არის ბარათაშვილზე და დავიწყო მერე ლაპარაკი იმ უბედურებაზე, რასაც ქვია ნიკოლოზ ბარათაშვილი. კაცზე, რომელსაც არასოდეს არაფერში არ გაუმართლა, არ უმართლებს დღემდე და არ აპირებს, რომ გაუმართლოს ახლო მომავალში. და რატო ხდება ასე? აი რა ბედზე, რა ვარსკვლავზე არის დაბადებული ნიკოლოზ ბარათაშვილი. კი, როგორ არა? დიახ, აკაკი წერეთელს. აქვს იმაზე 1000-ჯერ მეტი აღიარება, ვიდრე ჩემი აზრია. პირადი აზრი გახლავთ ჩემ. არის ხალხი, რომელსაც ეცხოვიც არიან. კიდევ?
მე ვფიქრობ, რომ მაგალითად ისეთ კაცს, როგორიც ნოდარ დუმბაძე, აქვს იმაზე მეტი აღიარება, ანა კალანდაძეს, ყველას, ვინც დაწმინდაზე წერს გალაქტიონის მერე, ოთარ ჭილაძის გამოკლებით. დიახ, არც მუხრან მაჭავარიანი, არც ჯანსუღ ჩარკვიანი, ესენი არ არიან გალაქტიონთან და ბარათაშვილთან და ამხანად დასაყენებენ. ხო და ძირითადად იმათ უნდა ვცემდეთ პატის, მაგრამ მე მაგი არც მიკვირს, არც მშურს და არც არაფერი. საფრანგეთში არსებობს პანთეონი, რომელშიც არ არიან დაკრძალული მოლიერი, ბალზაკი, მერიმე, არა. მარტო ჰიუგო, ზოლა, ახლა ზოლაზე დიდი მწერალი ხო იყო ბალზაკი, არა? მე მგონი მერიმეც იყო უფრო დიდი და ფლობერიც და ყველა, მაგრამ ასე ხდება ხოლმე. მარტო ჩვენთან არა უსამართლობა. არის ხოლმე. არის ახლა მსოფლიოში არის მწერალი, რომელიც უზარმაზარი ტირაჟით სარგებლობს, ქვია კოელიო და არის არაფერი. აი გუშინდელი ბრაზილიის ნაკრები დაახლოებით. ჩვენ გულშემატკივრები, გულგატეხილები ვართ, მაგრამ დროებით რა თქმა უნდა. როგორც კი ათამაშდებიან, ეგრევე გული მოგეცემ. მოკლედ ისი თქმა მინდა. და მომავალში შეკითხვები დავიმახსოვროთ და ბოლოს ყველას უპასუხებ. კი ბატონო. კი, არა პრობლემა. კი, ჩაინიშნეთ, თუ გნებავთ, ხალხს მოგცემთ. არა, კაი. ერთ სიტყვით, არის ასეთი ლექსი, რომელშიც ნათქვამია მას გახელილი დარჩა თვალები. გალაქტიონოლოგიაში ითვლება, რომ ეს ლექსი ეძღვნება ერთ ქალს, რომელიც გალაქტიონს უყვარდა, ვერც იმ ქალს, ვერც სიყვარულს, ვერაფერს ვერ ადასტურებენ, მაგრამ ასეთი ნათქვამი არის. და ასევე არის მეორე ნათქვამი, რომელიც ამბობს, რომ ეს ლექსი ეძღვნება ბარათაშვილს. მტკიცება ძალიან მარტივია, გალაქტიონი ყოველთვის წყვილად ახსენებს ორ ადამიანს. აკაკი წერეთელს, ნიკოლოზ ბარათაშვილს. აქ ჩემს ახლოს აკაკის ლანს ძინავს მეფუძილით, ბარათაშვილს აქ უყარდა ობლად სიარული. ან წუხარე ყრმას ახუძებდა და ასე შემდეგ. აკაკის ახსენებს, ბარათაშვილს ახსენებს, თან ამ რიგით, როგორც წესი, ჯერ აკაკის, მერე ბარათაშვილს. რატომ? იმიტომ გალაქტიონის შურდა აკაკის პოპულარობის და სულ ამბობდა ხო გავარ აკაკის. არ დაგავიწყდეთ, რომ იმერელი კაცია და რა თქმა უნდა აკაკიზე მაღალი აზრის არის, თუმცა თვითონ გაანადგურა აკაკი. თუ ვინმე საფრთხე შეუქმნა რამე აკაკის, აკაკი იყო ჩვენი ყველაზე მუსიკალური პოეტი. ილიას ბევრად აღიმატებოდა როგორც პოეტი, ილია ჭავჭავაძის უბრალოდ სხვა ისეთი დამსახურება აქვს, რომ არაშფოთებს ძალიან მან თქვა, რომ კალამი გადავდოთო და გადადო, როცა ვაჟა მოვიდა, აკაკი მოუმატა წერას და მტრობდა ვაჟა-ფშაველას მოიხსენებათ. ბევრი რამ, რომელიც მაგ დროს ხდება, საერთოდ ასეთ ვითარებაში დიდებს შორის, როდესაც ასეთი რამ ხდება, მიუთითებს იმაზე, თუ ვის რა აქვს დამსახურება. და აკაკის ჰქონდა მუსიკალობაში პირველობა რუსთაველის მერევნებრივ. ანუ იმდროინდელ. ხო და მოვიდა გალაქტიონი და გალაქტიონის და აკაკის მუსიკალობის შედარება არ შეიძლება. ეს იქნებოდა, როგორ გითხრათ, რომელიმე პატარა კომპოზიტორი ავიღოთ. თუნდაც იყოს ხაჩატურიანი, რომელიც თქვათ პატარაც არ არის და ბეთჰოვენს რო შევადაროთ. აი მეტი არაფერი. არ არის აუცილებელი ქართველი კომპოზიტორი შევადაროთ. თბილისში დაბადებული წმინვალი კომპოზიტორი შეგვიძლია შევადაროთ. როგორც კი ბეთჰოვენს შევადაროთ, თავდება ყველაფერი და ისე ჩვენიერი კარგი კომპოზიტორია, ოპერაც ჩვენიერი დაწერილი, სრულდება მსოფლიოში და ასე შემდეგ. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც გალაქტიონი ამბობს აკაკი და მერე ამბობს ბარათაშვილი, კრებულში, რომელსაც ქვია თავის ქალა არტისტული ყვავილებით, ან მოკლედ არტისტული ყვავილები, ისე ზედაწერილი მარტო ფრანგულად ღანო ფლeur artistique, ვითომ გალაქტიონმა კარგად იცოდა ფრანგული, რა თქმა უნდა არ იცოდა. პარიზში რო იყო, იგი და ვერლენის წიგნი და ეფერებოდა, როგორც ამას იხსენებს ილია ერენბურგი, ფრანგულენოვანი რუსი მწერალი. და რო ვკითხეო, რო იციო, არა, არ ვიციო თქვა, მაგრამ დარწმუნებული იყავითო წერს ერენბურგი,
რომ ვერლენი მან ბევრად უკეთ იცოდა, ვიდრე მთელმა ჩვენმა დელეგაციამ, რომელიც შეარჩიეს იმ ნიშნით, რომ ყველამ ფრანგული იცოდა. გალაქტიონი იყო ანტიფაშისტურ კონგრესზე საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი წარმომადგენელი არჩეული, იმიტომ რომ დიდი იყო და არა იმიტომ ფრანგული მან არ იცოდა. ნაჩვენები ფრანგოფონები იყვნენ ყველა. მე მაგალითად იმის გამო რომ ფრანგული ვიცოდი, ძალიან ხშირად ევროპულ სტრუქტურებში ხვდებოდი ხოლმე საქართველოს პარლამენტიდან, სადაც ფრანგული იშვიათად ვინმე რო იცოდეს, ახლაც ასე არის. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ გალაქტიონმა აშკარად ეს ლექსი მიუძღვნა ბარათაშვილს, იქ არის ადგილები, რომელიც ამაზე მეტყველებს, მაგალითად ისევ აქ ვარ საქართველოში, რისთვის ვიფასო, რისთვის მიგეშვა და სხვა. ამაზე სპეციალური სტატია ვისი თქმა მინდა. იმის თქმა მინდა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს, რომელსაც არასდროს არაფერში არ უმართლებდა, ერთხელ გაუმართლა იმაში, რომ მას მე დაემოწაფა მისი თითქმის ტოლი პოეტი. ეს იყო მისი ერთადერთი გამართლება ცხოვრებაში. რატომ ამბობთ ასე? აი ბატონო დავიწყოთ ახლა ფაქტებით. 2000 წელს საუკუნე დამთავრდა, 1000 წლეული დამთავრდა და იყო დიდი ამბები. ანუ კონკურსები, შეჯერდა აღიარებები, გამოკითხვები, მაგალითად ფეხბურთში ვინ არის ყველაზე დიდი ფეხბურთელი, პელე თუ მარადონა? ექსპერტებმა თქვეს პელე, ხალხმა თქვა მარადონა. FIFA დაიბნა, FIFA დაეხმო ექსპერტებს, ხალხი აუჯანყდა FIFA-ს, მაშინ FIFA-მ უკან არიწყვი თქვა მარადონაცო. მაშინ პელე თქვა, აი იყოს მარადონაცო და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი ამბები ხდებოდა და მაგ დროს BBC-მ ცხოვრებაში თავის ისტორიაში ყველაზე დიდი და ყველაზე მოგებიანი ფინანსური თვალსაზრისით პროექტი განახორციელა 10 მთავარი ბრიტანელი. ესეთი იყო გამოკითხვა 10 ბრიტანელს და მრავალ ბრიტანელს, რომელსაც ამ ათეულში მოხვედრის შანსი ჰქონდა, დაუნიშნეს ადვოკატები. აი მაგალითად შექსპირის ადვოკატი იყო ჯულიან ბარნსი. კარგი ამბავი არის, იმიტომ ინგლისის ნომერი პირველი მწერალი, ინგლისის ისტორიის ნომერი პირველი მწერალს ასე თქვა გულშემატკივრობდა, ვიღაცა დაუნიშნეს ჯონ ლენონს, ვიღაცა და ასე შემდეგ. ამ გამოკითხვა მაჩვენა ასეთი შედეგები და შეიქმნა სია. ყველაზე დიდი 100 ყველაზე დიდი ბრიტანელი. პირველი ნომერი ჩერჩილი, მეორე ნომერი ბრუნეი, ისა კაცი რომელსაც რკინიგზა გაიყვანა, მესამე ნომერი ლედი დაიანა, დღეს რო ჩატარებული იყო, რა თქმა უნდა, ასე არ იქნებოდა, მეფის ხათრით. მერე ისე იგი როგორც იქნა დაიწყო ნამდვილი სია, ესე იგი, ეს პირველი სამის გამოცნობა ძნელი არ იყო, გამოკითხვა არ უნდოდა. მერე იწყება ნამდვილი სია, მეოთხე ადგილი დარვინი, მეხუთე შექსპირი, მეექვსე ნიუტონი. მერე წავიდა ნამდვილი სია. რატომ ნამდვილი? იმიტომ რომ ყოველთვის ასეთ სიაში თურმე პირველ ადგილზე გადის პოლიტიკოსი ან მეფე. თუ არ ყავს პოლიტიკოსი, მაშინ გავა მეფე, რომელიც არის პოლიტიკოსი, ოღონდ ძველი. მოკლედ, ფრანგებმა რო ჩაატარეს, იქ პირველ ადგილზე გავიდა, რა თქმა უნდა, გენერალი შარლ დე გოლი. ხოლო მეხუთეზე, აი ეს შექსპირი ხომ, ვიქტორ ჰიუგო. გერმანელებმა რო ჩაატარეს, პირველ ადგილზე გავიდა მათი აღმახორციელებელი და ასე შემდეგ, მოკლედ ისე იგი დიდი კანცლერი და ომის მერე ამბების ჩამტარებელი, ანუ კვლავ პოლიტიკოსი და მეხუთე ადგილზე გავიდა არა გოეთე, როგორც ჩვენ ვივარაუდებდით, არამედ ბახი. ანუ გერმანელებმა თქვეს, რომ მუსიკა უფრო მაღლა დგას, ნახლა ყველას თავისი ამბავი აქვს. მოკლედ ძალიან გავსიები ერთმანეთს. პირველ ადგილზე გადის, აი ფრანგებთან შარლ დე გოლი, მეორე ადგილზე კარდინალი ჟანი, რომელმაც თავი გამოიჩინა მეორე მსოფლიო ომში, იმით რომ გერმანელებს წინააღმდეგობა გაუწია მარტო კათოლიკურმა ეკლესიამ და კომუნისტურმა პარტიამ. ნაჩვენმა საფრანგეთმა, ასე თქვა, თავი მოიჭრა და ასე შემდეგ. მოკლედ, რატო გეუბნებით ამას? იმიტომ გეუბნებით, რომ საქართველოში ჩატარდა ასეთი რამ. ეს ჩვენ ჩავატარეთ, ახლა BBC-მ ჩაატარა 2000-ში,
საფრანგეთმა 2001-ში, გერმანიამ 2002-ში, არგენტინა, ბრაზილია სულ ყველა ატარებს და 2000-ში პირველმა არხმა თქვა, მეც უნდა ჩავატარო. პირველ არხზე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ არასოდეს, აი დამიჯერეთ მე 1000 წლის მერე არასოდეს არის სამი რამ, რომელსაც არასოდეს არ ეშველება. ესაა პირველი არხი, თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. აი საქართველოს ნაკრები შეიძლება მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, მაგრამ ფედერაციას არასოდეს არ ეშველება. ნაკრებს ეშველა დროებით. ანუ იყო უკვე და უკვე წავედით ისე ცუდად. ჯერჯერობით ეგეთია. თუმცა ყავს ერთი დიდი ფეხბურთელი. ჯერჯერობით ყავს ერთი, ну შეიძლება ერთ ნახევარი. მაგრამ მალე გვეყოლება მეტი, იმიტომ რომ ფეხბურთს ეშველება, ოღონდ ფედერაცია კარგად შეერა. ეს არის როგორც რუსები ამბობენ ვაპრიკი. პირიქით, ფედერაციის ჯინაზე ხდება ყველაფერი. ახლა ხვიჩარ კვარაცხელია და ფედერაცია მეგობრებო არ დააკავშიროთ, იმიტომ რომ ხვიჩარ კვარაცხელია საქართველოსთან სამჯერ გააკეთეს, როგორც ცუდი ფეხბურთელი. თბილისის დინამო თქვა რომ ფეხბურთი არ იცის, ну კომიტეტმა თქვა რომ ფეხბურთი არ იცის და ფედერაციამ თქვა აქ შენი ადგილი არ არისო და ამიტომ წავიდა რუსეთში და არა იმიტომ რომ რუსეთუმია ან რაღაც. უბრალოდ სხვაგან წასასვლელი არ ქონდა მაგ დროს საქართველოში ასად არ ათამაშებდნენ. ხოლო უცხოეთში საქართველოში რო არ ათამაშებდნენ, იმას მინ წაიყვანდა. და ერთადერთი რუსები აღმოჩნდნენ გოიმები და ასე ვთქვათ დაუთმენ ის კაც ლოკომოტივმა ვერ შეინარჩუნა მოსკოვის, იმიტომ თქვა ეს სუსტია ფიზიკურად. ანუ იმაზე კი არ იფიქრეს რომ მოდი გავაძლიეროთ ან რაღაც ვასწავლოთ და ასე ხდება, ასე რომ ის დაიბადა მებრძოლად, თორე ყველაფერი ცხოვრებაში ეუბნებოდა რომ შენ შეწყვიტე თამაში და მიხედე ბაზარში გაყიდე რამე. ხვიჩარ კვარაცხელია სხვა ჩვენს ინტელექტუალურად ისეთია რომ სხვაგანაც ივარგებდა, მაგრამ ეს იყო ცალკე დავტოვოთ ეგ ამბავი. ჩვენი უმადურობის ამბავი ცნობილია. და კვარაცხელიას გაუმართლა იმაში რომ იომა და ბარათაშვილსაც იმაში გაუმართლა რომ მაინც წერდა. მიუხედავად იმისა რომ მას უბრალოდ ფიზიკურად დრო არ ჰქონდა რომ ლექსები ეწერა. ეხლა ჩვენს ხელთ არის 36 ლექსი და ერთი პოემა. უნდა გქონოდა მეტი. ბარათაშვილს რომ იმის ბედი ჰქონოდა რომ რო გარდაიცვალა მასთან უბრალოდ დასამარხავად ერთი ნათესავი მაინც ჩასულიყო, მისი არქივი ადგილზე იყო და ყველაფერი გადარჩებოდა. მაგრამ ერთი რო დაინახეს ჩვენმა მეზობლებმა რომ ამას პატრონი არ აყავს, ქართველი არიყო დაკრძალვის დროს, კი ჩააგდეს მიწაში, მაგრამ მის ოთახს და იმას იმწვას დაეპატრონენ და ყველაფერი განადგურეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს ბარათაშვილის მიერ დაწერილი წერილები და ჩვენ ხელთ არ გვაქვს არც ერთი წერილი ბარათაშვილისთვის მიწერილი. ამიტომ ხანდახან ჩვენი მეცნიერები აკეთებენ ძალიან არასწორ დასკვნებს და ხანდახან მეც წამომცდენია არასწორი დასკვნა, მაგრამ ეს გავითვალისწინოთ უნდა რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი მაგაში არ გაუმართლა, მაგაშიც არ გაუმართლა. კიდე კარგი რომ მუსლიმანებმა რომ დაკრძალეს ქრისტიანული ეკლესიის და ეზოში დაკრძალეს. ამაში მაინც გაგვიმართლა რომ იქ იყო ქრისტიანული ეკლესია და ბარათაშვილი იქ დაიკრძალა. ერთი სიტყვით ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც დაიბადა ასეთ საგვარეულო ოჯახში, ასეთ ბარათაშვილები დიდი გვარია. ბარათაშვილები არის მეორე დიდი გვარის მეთაური გვარი. მოგეხსენებათ, ბარათაშვილებიდან ერთ-ერთს ერქვა ყაფლანი, იქიდან წამოვიდა ყაფლანიშვილები, ყაფლანიშვილები არიან ურბელიანები, ასე რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახში დედა ორბელიანი იყო და მამა ბარათაშვილი, ამის გარდა ორბელიანები საერთოდ ბარათაშვილებიდან არიან წარმოშობილი. ეს ორი დიდი გვარი, მოგეხსენებათ, ქართლის მეთაური გვარები არის. და შეუდარებლად მეტი იყო, ვიდრე მაგალითად ჭავჭავაძე, რომელსაც ლაპარაკი თუ იყო რომ მithოვდებოდა თუ არ მithოვდებოდა, ლაპარაკი იყო არა გვარის სიდიდეზე, სადაც ბარათაშვილი ყველასთვის სანატრელი იყო, არამედ იმაზე ოჯახში რა ქონდათ და რა არ ქონდათ.
ნიკოლოზ ბარათაშვილს არ გაუმართლა მამაში პირადად მას. მაგრამ ჩვენ მე და თქვენ რა კი გვიყვარს ბარათაშვილი, კაცმა რომ თქვას, მადლობა უნდა უთხრათ მელიტონს, რომ ასეთი აუტანელი და ცოტა მოდეგენერატო კაცი იყო. მადლობა უნდა უთხრათ, რომ შვილს მასთან ჰქონდა კონფლიქტი, ამ კონფლიქტში გაიზარდა ბარათაშვილი. ეფემია ბარათაშვილმა გააჩინა 14 შვილი. აქედან სხვა შორის მე ყოველთვის ვაკეთებ დასკვნას არა მარტო ქალებზე, არამედ კაცებსაც. მოკლედ მელიტონის ხასიათი კარგად ჩანს, რომ ესე იგი ჭამას მასთან ერთად საერთოდ ესე იგი ამ ცხოვრების კაცი იყო, თქვა პირდაპირ. როგორ დაიბადა ასეთი ჭამასმის კაცთან სოფლიოს სულიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტი, ეგ ცოტა მოულოდნელი. აი მამამის არაფერი პოეზიასთან საერთო არ ჰქონდა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს იყო განათლებული კაცი, მას ჰქონდა ენებისაკენ მიდრეკილება, რომელიც გადაყვა მის შვილს სხვა შორის, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი არის დედის დამსახურება. ქალბატონმა ეფემიამ გააჩინა 14 შვილი. სხვა შორის ეს მითოლოგიური რიცხვია, იმიტომ რომ ქალბატონმა ნიობემაც 14 შვილი გააჩინა, 7 გოგო და 7 ბიჭი და გრაბახის გამო 14-ვე დაკარგა. ამ ოჯახმა კი 14-დან დაკარგა 9 და გადარჩა მარტო ცოცხალი 5 შვილი, რომელთა რაღაც ასაკს მიაღწიეს. 1 ვაჟი 6-დან და 4 გადარჩა გოგოები 8-დან. ეფემიამ პირადად ასწავლა ნიკოლოზ ბარათაშვილს წერა-კითხვა და პირველი განათლება მას მისცა დედამ. ეს იყო იდეალური დედა, იდეალური ქალი. ქალი, რომელიც იტანდა ყოვლად აუტანელ კაცს მელიტონ ბარათაშვილს. მელიტონ ბარათაშვილმა გაანიავა არა მარტო მათ 100 ხმა ყავდათ, ეს არ იყო ღატაკი ოჯახით. ხო, მაგრამ მოახერხა, რომ 100 ხმა ყავდათ და 100 მილიონი ვალი დაიდო. ნიკოლოზ ბარათაშვილი 5 მანეთის ხელფასით იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, იმიტომ რომ გოგოები გათხოვდნენ და სიძეები ოჯახს არ ეხმარებოდნენ. თუ ვინმე ოდესმე წახმარებია, ეს იყო ისევ ეფემიას მხარე. ხანდახან გრიგოლ ორბელიანი, ხანდახან ილია ორბელიანი. ილია ორბელიანზე მინდა გითხრათ, რომ ის და ბარათაშვილი რამდენიმე დღის განსხვავებით დაიბადნენ და ის კი იყო მისი ბიძა, ესა კაცი, რომელსაც მიეძღვნა მერანი, რომლის ტყვეობამაც წარმოშვა მერანი და ეს ძალიან ესეთი წმინდა ლიტერატურული იუმორი არის ამაში, რომ ვიღაცას მართლა გონია, რომ მერანი ეძღვნება შამილის მიერ ვიღაცის დატყვევებას. მასწავლებლებს გონიათ ასე მთავარი ახსნა ის როდის დაიჭირეს, რომელ ხაროში ჩაგდეს, რამდენი კაცი იყო ხაროში და რამდენი დღე იტანჯებოდა და მერანი და ეს ერთად არის ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი. ჩვენ აწუხდებით ერთმანეთს. ბარათაშვილი თქვენ გიყვართ, მე მიყვარს. აქ რა თქმა უნდა გამორიცხულია, რომ იყოს ისეთი ვინმე, ვისაც არ უყვარს. იმიტომ რომ ეს ცოტა სპეციფიკური საკითხია. ჩვენ ყველა შეგვიძლია ხაზი წავისვათ და გავიაროთ ქუჩაში, იმიტომ ცოტანი ვარ ჩვენ და ყველაზე უკეთესები. ამ თვალსაზრისით, ლიტერატურული გემოვნების თვალსაზრისით, ბარათაშვილი, ვისაც უყვარს, ის არის პოეზიის ხალხი. არის ხალხი, რომელსაც სხვა რამეები უყვარს, კაცო, შენო ბარათაშვილი გიყვარსო, მითხრა მე ერთმა ფეხბურთელმა და მეო ლადო ასათიანი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მე უთხარი. ბრაზილიას ყავს პელე და საქართველოს ყავხარ შენ, მე უთხარი. რა განსხვავება კი არ არის არაფერი. რა თქმა უნდა, ეს კაცი ლადო ასათიანის ინტერესებს იცავდა იმ გადაცემაში, რომელშიც მე რუსთაველს ვიცავდი. ეს გადაცემა შემთხვევით კი არ მიხსენებია. შედგა ეს გადაცემა. პირველ ადგილზე გავიდა
ხალხის გამოკითხვით პირველ ადგილზე გავიდა დავით აღმაშენებელი, მაგრამ პირველმა არხმა თქვა, მე ასე არ მინდაო და ამიტომ თქვეს, რომ ილია ჭავჭავაძე გავიდა პირველ ადგილზე. ნუ მაშინ აღმაშენებელი მეორეს. კარგი, მესამეზე ზვიად გამსახურდია, ეს ხალხის სიყვარულის ადგილია, როგორც ლედი და მეოთხეზე მოვლოდნენ. პირველზე ილია ჭავჭავაძე გაიყვანეს. სინამდვილეში გავიდა ეს დავით აღმაშენებელი. მეოთხეზე გავიდა ვაჟა ფშაველა, რომელმაც გადაასწრო თამარ მეფეს და თამარ მეფემ და ვაჟა ფშაველამ ერთად გადაასწრეს რუსთაველს. მე ვიყავი ძალიან შეშფოთებული, აღშფოთებული, მაგრამ ჯერ სათხარ, ჯერ არ ვიცით ზია. რუსთაველის მე-6 ადგილი მე არ მომეწონა, სულ ცოტა მე-5 მაინც ეკუთვნოდა და მე არ ვარ მომხრე, რომ ვაჟა ფშაველამ რომელსაც ვაღმერთებ და მიყვარდა, მაგრამ რუსთაველს არ უნდა გადაასწროს, ახლა ეგ უნამოსობა. ვაჟა ფშაველა მაგას თვითონ არ დაუშვებდა, იქ იყვნენ მისი ნათესავები, კერძოდ ისე ვაჟას შთამომავლობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მისი ძმის შთამომავლობა და რაზიკაშვილმა გადაწყვიტა საკითხი, მოკლედ ჩაწყობები წავიდა. ქართული ამბავი არის, როგორც ამბობდა ერთი დიდი ქართველი პოლიტიკოსი, ჯიგრულ ქართულ პონჩში ხდებოდა ყველაფერი და უცებ მოვიდა 50 კაცის სია და ვკითხულობ და ნელა ცოფდები. რა ხდება 50 კაცში არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი. აი ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი, მისი ლიტერატურული გემოვნება, ქართული სკოლის დიდება, ქართველი მასწავლებლების სამწუხაროდ იმასაც გასწავლიდნენ რაღაცნაირად. მე გამიმართლა ცხოვრებაში, მე მყავდა სხვანაირი მასწავლებელი, მე მასწავლებლის ოჯახში გავიზარდე, დედაჩემსაც სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა და ის კი არა რამე კრიტიკული რო წამოწდეს ბარათაშვილზე, ახლაც გავუმაგდებიან ოჯახიდან, იმიტომ ცოლის ქართულის მასწავლებელი მყავს. ნიკოლოზ ბარათაშვილის კულტი იყო ჩემს ირგვლივ და უცებ აღმოაჩინე, რომ ჩვენ გამონაკლისები ვართ, იმიტომ რომ აგერ ქართულ ხალხს არ უყვარს. ხო და სულ ჩდება ეს კითხვა, რა დაემართა ამ ბიჭს ასეთი, აი რა იყო ასეთი, რომელსაც ობიექტურად ამოდენა კაცი. ხო გვესმის, რომ შემთხვევითი ხო არ იქნება, რომ ამოდენაა. იცით ერთხელ რა თქვა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ახლა ქართველებს ახლა სხვანაირად არ ჯერათ, ახლა უნდა ველაპარაკოთ ამ ენაზე, რომ აი ნობელის პრემიის ლაურეატმა იცი რა თქვა, აი რა თქვა ნობელის პრემიის ლაურეატმა. ისიც უბედური კაცი ნობელის პრემია რომ იცეს, საბჭოთა კავშირს არ მოეწონა. ამ კაცს იგულისხმება ბორის პასტერნაკი დაურეკა ნობელის პრემიის ხალხმა და უთხრა თქვენ მიიღეთ ნობელის პრემია. ამან უთხრა 1000 მადლობა და არ ვიცი როგორ გამახარეთ თქვენ და რამოდენად სიცოცხლის ბოლოს კაცი იღებს ნობელის პრემიას აღიარებას, რომელიც არ ეღირსა თავის ქვეყანაში. სადაც მუდმივად არკვევდნენ ესენინი ჯობია თუ მაიაკოვსკი თუ ისა და ახლა პასტერნაკი და ვიღაც ებრაელები ვისაინტერესებდა ასეთი ქვეყანა. სტალინს უყვარდა, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავდა. საბჭოთა ხალხისთვის ეგეც კი არაფერს არ ნიშნავდა. სტალინს ბულგაკოვიც უყვარდა, მაგრამ არ შეუშალა ამ ხელი, რომ საშინელი გაჭირვებით ეცხოვრა და მომყარიყო შიმშილისგან ფაქტობრივად. ერთი სიტყვით, როდესაც ასეთი ამბავი მოხდა, როდესაც ბარათაშვილი ვერ მოხდა 50-ში, დაჯდა ეს კითხვა, რომ რა იყო ასეთი, რატომ არის ეს კაცი ასე მდგომარეობაში. როგორ იყო, რომ 50 კაცი ხდება ლადო ასათიანი, გრიგოლ ორბელიანი, კი, 50-ში ყველა ხდება. ყველა მოხდა, ყველა. გრიგოლ რობაქიძე, ტიციან დააბიძე და ახლა, აი, რუსთაველი და გალაქტიონ და ვაჟარო ხდებიან, კარგი, ეგ ვაპატიოთ ქართველ ხალხს, ეგენი მოხდებოდია თქო. მაგრამ ბარათაშვილი არ. და რატომ მოხდა ასეთი ამბავი? რას ერჩის ჩვენი ხალხი ნიკოლოზ ბარათაშვილს? და რატომ არის საქართველოში ასეთი პრობლემა?